რეალურად გადავდივართ ცენზურის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალ ეტაპზე, ხო? თვითონ ეს მუხლი, რომელიც თქვენ სწორად აღნიშნეთ, თებერვალში დაემატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, არის აი ამ კონტექსტში მიღებული ცვლილება, ხო? ეს არ არის რაღაც აქამდე არსებული ნორმა, რომელიც ახლა ამოქმებდა ხელისუფლებამ ეს ახალი ცვლილება შემოიღო სწორედ იმიტომ, რომ აი ამ 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროტესტისთვის ეპასუხა, ისევე როგორც ამოქმედა არაერთი სხვა ნორმა და ვთქვათ გაზარდა სანქციები და ჯარიმები იგივე გზის გადაკეტვისთვის, ხო, რომელსაც ვიცით, რომ მასშტაბურად იყენებენ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ ნორმას, ეს ნორმა არის ჩვენი აზრით განსაკუთრებით პრობლემური და განსაკუთრებით შეუსაბამო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან, ხო? პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ნორმა არის ძალიან ზოგადი ხასიათის, იგი კრძალავს როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფას და ლანძღვას, ხო? ეს სიტყვაც არის გამოყენებული, ასევე ვთქვათ ნებისმიერი საჯარო მოხელის მიმართ ასევე ამგვარ ქმედებას და ეხლა უკვე ბოლო ვთქვათ აი ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებით, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ გავიგეთ, რომ ეს გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში, ასე ვთქვათ, გამოხატვის დასარეგულირებლად, როდესაც ვთქვათ, ხდება რაღაც კონფრონტაცია, თუ როგორ გითხრათ, მიმართვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რომელიც მათ შეიძლება მოეჩვენოთ შეურაცხყოფად, არამედ ასევე გამოიყენება სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გამოხატვის და მოსაწესრიგებლად და სანქცირებისთვის. ხო, ეს არის ძალიან სახიფათო